საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. ისევ და ისევ უნდა მოუბრუნდეთ ახლა იმ საკითხს, რაც საქართველოში ტრიალებს, თურმე განათლების დასაცავათაა აღმდგარი დიდი და პატარა პოლიტიკოსი, არაპოლიტიკოსი, ყოფილი პრეზიდენტი, სოროსელები, ესენი ყველასთვის თურმე ძვირფასი გახდა ტექნიკური უნივერსიტეტი და განათლება. გასაგებია ახლა ეს ყველაფერი გამომდინარე იქედან, რომ კაი პოლიტიკური ქულა ახლა იგი და ამ ქულას ვინ გაუშვებს ხელიდან და ახლა ამ ხალხს კიდე ისა ყოველთვის განცდა აქვს იმისი, რომ იქ როგორ უნდა ამოვიღო ხმა, იქ როგორ უნდა გავიდე, იქ ნაცებით განან. ამიტომ ვიჯდები სახში და შევხედავ ყველაფერს გვერდიდან. თუ რა იქნება და მე ნაცები ამ თემასაც გააბანძები. იმისთვინი არ ყოფილი სამპატრონოს, რომ ნაცმოძრაობის პირველი დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილი იყო და ახლა როგორც გამოჩნდა აგერ, თუნდაც მის მერე რაც ნაციონალური მოძრაობის გასანადგურებლად 14 წელიწადი არ იყო, უფრო მეტის თურმე ღარიბაშვილი და ლილუაშვილი აფინანსებდნენ თურმე შავნოდარებს და ელისტრაკოებს და ამგენს და თურმე ნაცმოძრაობა ფინანსდებოდა. ამ ყრუ ხალხმა ის ვერ გაიგო, რომ ნაცმოძრაობას 40 მილიონზე მეტი აქვს აღებული 2012 წლიდან დღევანდელ დღემდე პარლამენტის ოფიციალური ხაზით, როგორც ოპოზიციურ პარტიას. არაფერს ომობ კოჰაბიტაციას და წლების გაყოფას. მოკლედ, იგივე ვაკხანალია გრძელდება ქვეყანაში, რამაც შუა უნდა გაკრიფოს, ვამბობდა ბატონი ბიძინე თავის დროზე და დიახ გაიკრიფა შუა, დარჩა მარტო ნაცი და ქოცი ამ ქვეყანაში ორივე ბიზნეს ჯიბიდან დაფინანსებული სავირთხე და ჭამენ ამ ქვეყანას და სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს ვამბობდი აქამდე, მაგრამ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნიც აღარა ვარ. ესა პირდაპირ ჩარჩი ვაჭრის ესა რა ქვია სამფლობელო, სადაც მხოლოდ ფული მოსულა და მხოლოდ იყიდე-გაყიდე მოსულა და ახლა ებრაელია კაცი და სისხლში აქვს ესეთი რაღაცეები, რომ ებრაელებს საერთოდ იმედი ახლა ამაზე მაინც არ გაბრაზდებიან, რომ რას ქვია, რა ვთქვი ახლა ესეთი, რომ ებრაელ ადამიანს საერთოდ სისხლში აქვს ვაჭრობის და ფულის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება და ახლა ის ხალხი თავისი ხალხით არ ვაჭრობს, ოღონდ ეს განსხვავებაა და ეს იმ ქვეყანაში სადაც დაიბადა და გაიზარდა ცოცხალი ადამიანებით ვაჭრობს. ამიტომ ისა გოგოლის მიორტყე დუშებსაც ვერ შევადარებ, იმიტომ რომ ჩიჩიკოვი კაი ტიპი იყო. მიცვალებულების, გარდაცვლილი სულებით ვაჭრობდა, ეგ ცოცხალი ადამიანებით ვაჭრობს. რაც შეეხება განათლების სფეროს, ახლა ყველა განათლების ექსპერტია გამხდარი და ყველა უმაღლეს დონეზე იცის, თურმე რა ხდება და როგორ ხდება და ახლა განათლება უნდა შეცვალონ ახლა ჩვენმა საექსპერტომ თუ იმან თუ აქეთ ყვირიან რომ ცუდია იღუპება განათლება, აქეთ ბიზნესისტები და კოჩისტები ყვირიან რომ რა გინდათ ხალხო ამაზე მეტი დიდი უკეთესი რა არის, რას ქვია ჯავახიშვილის უნივერსიტეტს შეუერთე და რა თქმა უნდა ახლა ეს როგორ ჩაივლიდა ისე რომ აი ეს ჩემი სისუსტე ადრეს გამიმჟღავნებია, ახლაც ვიტყვი, არის განათლებული ქალთან დიალოგი და განათლებული ქალის საპირისპირო სქესის მოსვენა და აი ესეთი არის ნინო ჯღარკავა. ეს ქალი მე პლატონურად მიყვარს. ეს ისეთი განათლებული ქალი არის და ისეთი საერთოდ ქმნილება არის პარიზში რო ჩამოვიდა და წავიდა, პარიზმაც კი მოიწყინა უმაგისროს და ნახეთ როგორ წერს ახლა. აი რატომ არ უნდა გეამაყებოდეს თესეუსთან გაერთიანება მიკვირს. და ხსნის მე ამ ყველაფერს. დიახ, ქალბატონო ნინო, თქვენ და საერთოდ კოცები იმხელა განათლებით დაჯილდოვებული ადამიანები ხართ და ისეთი ღრმა ინტელექტი გაგაჩნიათ, რომ შეუძლებელია რა, თქვენი ნაზრების, კოცების ნაზრების წინ რაიმე არგუმენტი დაუპირისპირო ამას და რა თქმა უნდა ახლა ესეც იციან ამათმა, რომ თურმე ახლა 100-ია საჭირო და აი თურმე განათლების რეფორმას ნინო ჯღარკავა უნდა ჩაუდგეს სათავეში და მსგავსი ადამიანები გვასწავლიან ახლა, რომ თურმე 100-ია კაი. არჩენი ვინც ამბობს, რომ მორჩა დამთავრდა. ახლა ეს თავისი სადაქალო იქა შეკრეფილი ჟუჟუნა, კეთინო, ციცინო და განიხილავენ ეს განათლების რეფორმას კოცი ქალები. თხა და გიგო რო არ წაუკითხია ცხოვრებაში, თხა და გიგო. ვარა აი ესეთი დებილიზმით შეპყრობილები მით უმეტეს ამასაკში არ იქნებოდნენ. ხო
პრემიერი გამოვიდა და პრემიერმა ასეთი რაღაცა განაცხადა. ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა, რომ ხედავ ხო? სერიოზული პრეტენზიები გვესმოდაო განათლების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და რეფორმაო რო დავიწყეთო, აღმოჩნდა რომ STU კემბრიჯიაო და ესო რა ქვია ოქსფორდიო და ასე შემდეგო. ხო ალბათ ილიაუნი მათ დააყოლა რა ქვია. მაინც ყურს რომ მოხდეს რაღაცა ახლა. თლათ ისე არ გამოვიდეს ეს ილიაუნი საერთოდ ეს თქვენაირების სამჭედლო არის და ნუ ახლა ამასაც ძნელია ედაო ახლა ესეც უკნიდან განათლებული არის კაცო და ამანაც ყველაფერი კარგად იცის ამას ევროპაშია განათლება მიღებული უკნიდან კაცო უბრალო კი არა ეს გერმანიაშია განათლება მიღებული მაგრამ მანამდე უნივერსიტეტელი იყო და რა თქმა უნდა ახლა ყველა უნდა გავჩუმდეთ მათ შეიგდეთ თქვენს ყველამ ყველაფერი იცის წმინდა ბიძინა ყველაფერი იცის ქართულმა ოცნებამ და ყველაფერი იციან ამათმა და ამას უნდა გაყვეს ხალხი ხმა არ გაბედოთ ხმა ვინმე ზედმეტი შეპასუხებას არ გაბედოთ კაც თორე ნაცი ხართ ეგრევე ნაციონალებში ხართ ჩაწერილი რაც ყველაზე საინტერესო არის მე არ ვიცი ახლა რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა იქ მაგრამ აი ძალიან კარგად გრძნობ რაღაც სურნელებს და თვითონ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის საქციელი არის ძალიან გამაოგნებელი როგორც ტროას ცხენი ისე რო იქცევა არ ვიცი შეიძლება მეშლება ადგილზე არა ვარ მაგრამ ბიო პირველი აქ რამე ჭოჭმანი კი არ უნდა იყოს და ეს და ის კი არ უნდა იყოს და თქვენს გარეშე არავინ გადაწყვეტილებას მიიღებს მე თქვენთან ვარ მაგრამ ასე კი არ უნდა იყოს წინ უნდა იდგეს რექტორი უკან უნდა მიყვებოდეს ლექტორები უნდა მიყვებოდნენ მასწავლებლები ისა რა ქვია სტუდენტები და ეს ყველაფერი უნდა დუღდეს სუფთა ახალგაზრდული და სუფთა ისეთი პროტესტით როგორი პროტესტიც იყო მაგალითად დედაენის დაცვის დღეს როდესაც სტუდენტები რეალურად მათ ლექტორ მასწავლებლებთან ერთად გამოსული იყვნენ და იცავდნენ თავიანთ ენას აი ამაში არის მთელი პრობლემა ხალხო რომ ესეთი რაღაცა არ ხდება აქ არის სულ სხვა რაღაცა აქ რექტორისთვის თავისთავად პირველად ყველაზე მეტი ცნობილი იქნებოდა ის რომ უნივერსიტეტი უნდა გაუქმებულიყო ქონება უნდა გაყიდულიყო ამიტომ მას თავისი როლი აქვს ამ ყველაფერში ახლა და რაღაცნაირად ეს მუხტი უნდა გააცივოს, გააჩეროს, გააჩუმოს და ესეთი ფორმით მუშაობს. ამიტომ შავი თეთრზე ნალამბი ძაფითაა ყველაფერი რა. ხო, გასაგებია ბატონებო, ვიცით რა გეგმებშიცაა საქმე. უნდა გაერთიანდეს, უნდა მოხდეს იქ რესტრუქტურიზაცია, ეს ბნელი საბჭოური კორპუსები, რომელიც უნივერსიტეტს ეკუთვნის, უნდა დაინგრეს. იქ უნდა აშენდეს ებრაულ-არაბული ინვესტიციებით ახალი რამე, იქ უნდა შესახდები. რა თქინდა, რაში გვჭირდება უნივერსიტეტი და იგიც ტექნიკური უნივერსიტეტი, რაში გვჭირდება ხალხო? რას ვაწარმოებთ? რისთვის გვჭირდება, კაცო? მორჩა, საქართველოში არის იყიდე გაყიდე. აი ეს ბიზნესი უნდა იცოდე, იყიდე გაყიდე, თუ რა უნდა იცოდე. არა აქვს მნიშვნელობა სინდისი იქნება, ნამუსი იქნება, ადამიანი იქნება, მეგობარი იქნება, ოჯახის წევრი იქნება, ეს შეგიძლია მიყიდო და მოყიდო, კაც ჩვეულებრივად. ამაზე ლაპარაკი არაა. რაში გვჭირდება ჩვენ ინჟინრები და რაში გვჭირდება ჩვენ მარკ შეიდერები და მსგავსი რამეები. ან სამთო ინჟინერია რაში გვჭირდებოდა, ამიტომ გაუმარჯოს ღმერთმა ბიზნესს და იმას მიშას და ბენდუკიძეს. სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი რაში გვჭირდებოდა. რა თქმა უნდა გაუქმებულიყო, რა თქმა უნდა განადგურებულიყო. გაუმარჯოს ღმერთმა. ახლა რაში გვჭირდება ინჟინერია? რას ვაწარმოებთ? მე მაინტერესებს გზის დაგებით დაწყებული ნებისმიერ რამეს თუ რამე არის გასაკეთებელი, ყველაფერს ტენდერებში იგებენ და ყველგან ჩინელი და ყველგან შიგევროპელი ჩამოყავთ და ქართველის გაკეთებული არავის არაფერი არ უნდათ. ქართველი ვერაფერს ვერ აკეთებს, სახელმწიფო ელემენტარულს ვერ ქმნის. ხო და რაში გვჭირდება ეს ყველაფერი, კაცო? დიპლომი ვისაც შემფეხებათ უნდა, კაცო. ორდიპლომიანი ტაქსი შოფრებით ავსებული ქვეყანა და ორდიპლომიანი ტაქსი შოფრები იქეთ იყოს, კაცო და აგე რა დოცენტები და პროფესორები არიან, იმათ რა ქვია, დოქტორები არიან, კაცო უმუშევრად. აგერ და ვისა საბჭოთა გადმონაშთია.
გასაცრავად. საბჭოთა გადმონაშთია ეგ ყველაფერი და ამ საბჭოთა გადმონაშთიდან გამომდინარე თავისთავად ეს ყველაფერი მოსაშლელია. საერთოდ ქართველ ადამიანს ცოდნა არ ჭირდება. ქართველი ადამიანი უარგისია. ამიტომ ამ უარგისმა ადამიანმა მხოლოდ და მხოლოდ უნდა ილოცოს ბიძინაზე, მხოლოდ და მხოლოდ ტურისტს უნდა დაბანოს ფეხები, მხოლოდ და მხოლოდ ხაჭაპურის და ხინკლის კეთება არ უნდა დაავიწყდეს, დანარჩენი ყველაფერი არის მოგონილი. არ გჭირდება ჩვენ არაფერი. მორჩა დამთავრდა ეს ყველაფერი რაც იყო ბნელი საბჭოური გადმონაშთი იყო. ხო და ეხლა უნდა როგორც იქნა გავნაათლდეთ და როგორც დავანგრიეთ ჩვენ ქვეყანაში თავის დროზე ავტოქარხანა, რუსთავის მეტალურგია, 31 საავიაციო ქარხანა, როგორც გავანადგურეთ გემშენებელი ქარხნები, ესენი ყველაფერი ეს საბჭოთა მემკვიდრეობა რაც ყველაფერი დასაქცევია. მე ძალიან გამიკვირდა უშინ მეტროპოლიტენის დღე აღნიშნეს 60 წლის თავი, ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. მე თუ მკითხავთ, ის მეტროს დასანგრევი არის, საბჭოთა დროს გაკეთებული არის ის მეტრო და შეიძლება ეს ბნელი საბჭოური სტანდარტისაა ეგ ყველაფერი და ახლა თანამედროვე ევროპულ სტანდარტებში რო ვერ ჯდება ფაქტის სახეზეა 5 წელიწადია ერთი გაჩერება ვერ გაარემონტეს ამათმა, იმიტომ რომ ევროსტანდარტებში არ ჯდება ის ბნელი საბჭოური სტანდარტია. ხო და აქედან გამომდინარე ის მეტროს დასანგრევია და ამათმა დამოუკიდებლობის პერიოდში ერთი მეტროსადგური ვერ გაჭრეს დამოუკიდებლად. ერთი ხალხო რა ზეიმობთ? რა ზეიმობდა კალაძე, რა ზეიმობდნენ ესენი? რა ზეიმობდით? რა გინდათ ეს საბჭოური ბნელი ისა, რა ქვია, მეტრო? ის ყველაფერი კომუნისტების შექმნილია და დასანგრევია და ახალია ევროსტანდარტებით არის. ჯერ უნდა დაანგრიოთ, მერე უნდა გაჭრათ. ხო, არ ვიცი მე აბა, ვინც ის მეტრო ააშენა და ვინც ის მეტრო გააკეთა და ის ინჟინრები და ის მშენებლები და ისინი საჭირო არ ყოფილან უქმებთ იმას სასწავლებელს და რა ვიცი მე როგორ ჯდება, რა სტანდარტში ჯდება მე ვერ გავიგე. ახლა უბრალოდ რა არის, იცი? არ მინდა მე არ ჩვევია საერთოდ. წიხლი დავაჭირო ვინმეს წიხლი დავაჭირო აჭიროებაში, მაგრამ უნდა შეახსენო, როცა ცდილობენ ზოგ-ზოგი ერთები, რომ ესა რა ქვია, ამ დროს თავიანთი დამოქმედარი დაივიწყო. მიმართავ ახლა მე პროფესორ მასწავლებლებს იმის რა ქვია, გპ-ის, რომლებსაც უშუალოდ შეეხო ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა აღდგენებული არიან და აღდგენილ ისა სამართლიანად იღებენ ხმას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა. არ მინდა ეხლა მე სათითაულოდ გამოვყო ის ადამიანები, რომელი ადამიანებიც ბიძინა ივანიშვილის ქებადიდებაში არიან და იყვნენ და არიან და თურმე ბიძინა არიცის ეს და სხვები აიმასკნებენ და თურმე ბატონო ბიძინა რამენერად უშველი ახლა ამ პრობლემას. ხუჭო, ხალხო, სკოლის მასწავლებლით იწყება მოქალაქის აღზრდა და ყველაზე პატრიოტი და ყველაზე ეროვნული სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს. ლექტორობით უკვე საერთოდ სოფხედველობის ჩამოყალიბება ხდება და უკვე ეს ლექტორის და სტუდენტის ურთიერთობა სულ სხვა რაღაცა არის, მაგრამ ორივე შემთხვევაში ლექტორიც და მასწავლებელიც გარდა საკუთარი საგნის შესწავლისა მომავალ თაობას ცხოვრებისეულ და ღირსების მაგალითებს უნდა აძლევდეს. ალბათ ყველას ვინც არიან ახლა იციან, ჩემზე მეტი იცის ბევრმა ჩემმა გამომწერებმა და მინდა გავახსენო ის მომენტი, როდესაც საბჭოთა ბნელ დროს მოხდა ესეთი ცუდი რაღაცა სკოლაში და ერთ-ერთმა მოსწავლემ რაღაც უღირსი საქციელი ჩაიდინა და როდესაც სკოლის დირექტორმა, რომელიც ტყვეთ ნამყოფი იყო გერმანელების ტყვეობაში, ესეთი რაღაცა უთხრა მასწავლებლებს. მე არ გთხოვთ, რომ თქვენ გამიზარდოთ კარგი ქიმიკოსები, კარგი ფიზიკოსები, კარგი მათემატიკოსები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე გთხოვთ თქვენ გამიზარდეთ კარგი ადამიანები. იმიტომ მე ვიყავი ისეთ ადგილას, სადაც უამრავი კარგი ქიმიკოსი, კარგი ფიზიკოსი, კარგი მათემატიკოსი იყო, მაგრამ კარგი ადამიანი იქ არ იყო არც ერთიო. გულისხმობდა კონცლაგერს, სადაც ადამიანებს ცოცხლად წვავდნენ. ხო და ამ პროფესორების ნაწილი
ჩამდგარი რო იყავით ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ქებადიდებაში და ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინაო ეს განათლებული ხალხი რო ამას ამბობდით და ლამის პროპაგანდას ახორციელებდით ახლა გახდა ცუდი როდესაც თქვენ მოგადგათ როდესაც პირდაპირ თქვენს ჭიშკართან დაიჩოქა იმან კუზიანმა აქლებმა ვისაც გეხებათ კონკრეტულად მე გეუბნებით ამას პასუხისმგებლიანი მოქალაქეს არა აქვს ხარისხები პასუხისმგებლიანი მოქალაქე და ღირსეული დამოკიდებულება საკუთარი საზოგადოების ქვეყნის და ერის ისტორიის მიმართ ხარისხებს არ ითვალისწინებს და მით უმეტეს ინტელექტუალური ადამიანი რო ქვია ინტელექტუალური ადამიანის საქციელი გადამდებია და სამაგალითო უნდა იყოს სხვებისთვის თქვენ რა მაგალითს აძლევდით ამ წლების მანძილზე ბევრი თქვენ სტუდენტებს აძლევდით იმას რომ გამოდიოდით და ლოცავდით ხან აქედან ხან იქედან ხან ერთ გადაცემაში ხან მეორე გადაცემაში ბიძინა ივანიშვილს და ახლა იმას ამბობთ ზოგიერთი რომ ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით მაგრამ ეს რა ქვია ბატონო ბიძინა თუ ქართული იდენტობას ინარჩუნებ ქართული ისა რა ქვია იდენტობა შეუნარჩუნე ქართულ სასწავლებელს სიცხელი არა გაქვთ ხალხო აქ ცხენიათ ამას რომ ამბობთ ჯერ საქართველოში შენარჩუნებული ბიძინა ივანიშვილის ქართული იდენტობა და ქართველი ერისადმი და საქართველოსადმი გაკეთებული ღირსეული რა მანახეთ და მე ვილაპარაკოთ დანარჩენზე და რაც შეეხება იმას რომ ჩიჩილაკა რომელიც ასე დაქცინით და ასე ლაპარაკობს რომ ისო რა ქვიაო ადრე თურმე ოქსფორდი და კემბრიჯი ყოფილაო ოქსფორდზე და კემბრიჯზე მეტი თუ იყო და თუ არის ესასწავლებლები საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის თუ არა ნაკლები ნამდვილად არაა და ბარეორი ოქსფორდელი და კემბრიჯელი ვერ დაიტრაბახებდა იმას როგორი განათლებული ხალხის გამოუშვია მაგ უნივერსიტეტებს ისე რო იცოდე რა მაგრამ რა უნდა ელაპარაკო ჩიჩილაკას რა უნდა ელაპარაკო და რა უნდა ელაპარაკო საერთოდ ბიძინა ივანიშვილს და ქოცებს ამათ რა უნდა ელაპარაკო თან მის მხარდამჭერებს რა უნდა ელაპარაკო ხალხო ჯო კაცი გამოდის პირდაპირ ამბობდა მე არ ვიცი ეროვნული ცნობიერება რა არის და საშიშათას მიმაჩნიაო კიდე კაი ვიდეო არის ხო შენახული აი ხო არის ვიდეო შენახული არა ეს იმ კაცის ნათქვამია ეს სიტყვები რომელსაც ახლა ეგრეთ წოდებული პრემიერი ქვია ხო და არის სამკაცო ეროვნული ცნობიერება რა და ეროვნული ინსტიტუტი და საგანმანათლებლო სისტემა არაფერში არ ჭირდება და აკეთებს იმას რაც თქვა მე შეხედეთ ვისი ჯიშისაა ვისი გორისაა ვისი დამპალი თესლის ნაყოფია ვინ იყო მამამისი პირველი აგენტი ღორიშვილი ჩათესლილი ვითომ ეროვნულ მოძრაობაში ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის პირველი მტერი და ტყვიას რო ესწროდა თავის ხელისუფლებას ახლა კანონიერ ხელისუფლებას მისი შვილი როგორ შეიძლება ეს რა ქვია უკეთესი იყოს როდის მერე იყო რომ ეკალზე ვარდი ამოდიოდა ცრავთ ხო აი მაგას ვიტყვი მაგას ცალკე თემა ჭირდება კი ბატონო მართალი ხარ ლუკა აი კითხვას მისვამს აი დავამთავრებ უბრალოდ და მაგას შევეხედე ორი სიტყვით არ ჭირდებათ ამ ხალხს გაიგე ვისაც მახსენებენ ეს ადამიანები მახსენებენ არ მახსოვს ზუსტად ავტორი ბავშვობაში ვისწავლეთ გარგარისხე ესეთი ის იყო სადაც ძველ გაჭირვებულ პერიოდში ჩარჩები რო იყვნენ ჩარჩები ისინი მოდიოდნენ და გლეხიდან ყიდულობდნენ მთლიანად ხის მოსავალს და ეს რა ქვია ავტორი ქართველი ავტორისა ვერ ვიხსენებ უკაცრავად ვინა ავტორი სახელსაგვარს აღწერს იმ ტრაგედიას რომ ბავშვები ჟივილხივილით ხიარულით რო შეესიენ ამ გარგარისხეს როგორ გამოჩნდა იქ პატივცემული ჩარჩი და როგორ ჩამოყარა მისმა მშობლებმა იმიტომ რომ ხე გაყიდული იყო ფული ჰქონდათ აღებული და ბავშვები ნერვს კლაპავდნენ და ჩარჩი როგორ კრიფავდა
მოსავალს. ხო, განაცვალე, მადლობა. კი, ნინანიშვილი ავტორი. ხო, აი ესეთი ხალხის ხელში არის ჩავარდნილი ქვეყანა. ამათმა უნდა გაძარცვონ, ამათმა ჯიბეში უნდა ჩაიდონ ქვეყანა. უნდა აშენონ ცათამბჯენები, უნდა იყვნენ კარგად, მათი უჯიშო შთამომავლობასთან ერთად, უნდა კონდეთ მაღალი ხელფასები. ხალხს კიდე 20 ლარი უნდა მიცემ პენსიაზე დანამატი და 250 ლარში იცხოვრეთო. ესეთი კეთილი კაცია ბატონი ბიძინი. ხო, ჭერმის ხე ქვია მე მგონი, ხო, ჭერმის ხე. უკაცრავად რა აზრი ხო. ხო და აი ესეთი ჩარჩების ხელში არის ესა. ჩვენი უბედური საქართველო ჩავარდნილი და რატო ელოდებით ამ ხალხიდან და ის რაც თქვენ საქართველოს ეგრეთ წოდებულმა ინტელიგენციამ ხარ დაუჭირეთ ბიძინა ივანიშვილს და გვერდში დაუდექით. ნუ აი 2012 ყველასთვის გასაგები იყო. მის მერე ყოველ შემთხვევაში ეს ქართველი ერი იმკის აი ამ შედეგს და თქვენც იმკით ქართველებთან ერთად, იმიტომ რომ გინდა არ გინდათ ამერის ნაწილი ხართ. ხო და ძალიან ცუდად მოbrunდა საერთოდ ესეთი რაღაცეები. აცხონოს ღმერთმა დიდი გაცრავად დიდი ქართველი ისტორიკოსი გიორგი ოთხმეძური, რომელიც ხარდამჭერი იყო ამ ხელისუფლების და ხარდამჭერი იყო სალომე ზურაბიშვილის. და როდესაც მოვიდა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად და შენ განაცვალე იყო და განათლებული ხალია, ევროპელი ხალია, შთამომავალია ესა თვითონ ყველაზე კარგად იცოდა ვინ იყო სალომე ზურაბიშვილი. 16 წლის ძებნის შემდეგ დაჭერილი გიორგი ოთხმეძურის შვილის მკვლელი გაანთავისუფლა ციხიდან. ისე რომ ორი თვეც არ იყო ნაჯდომი და მისმა ამ საქციელმა გული გაუხეთქა ამ ადამიანს და ეს უდიდესი მეცნიერი, ქართველი მეცნიერი აი ესე შეეწირა ამ ყველაფერს. და სამწუხაროდ თვითონაც ჰქონდა წვლილი ამ ყველაფერში შეტანილი. კი ბატონო. ჭერმის ხე, კი ბატონო, ჭერმის ხე. ეხლა რა შეეხება ამ ყველაფერს? სტრატეგია არის ასეთი, უშიშროების ჩადებული. ხმას ვინც ამოიღებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ის არის ავტომატურად ნაცი. იმიტომ რომ ეს პროტესტები არ გავრცელდეს. ესა ერთ-ერთი საშიში პროტესტი, იმიტომ რომ პირდაპირ სტუდენტობას ეხება, ახალგაზრდობას ეხება და იქ მთელი STU სტუდენტობა და მთელი საერთოდ სტუდკავშირები თავიდან ბოლომდე ქოჩების სამსახურში იყვნენ ჩამდგარი. და ეს გამოზრდილი ყავთ მათ თავისი ხალხი, მაგრამ მაინც რა იცი რა ხდება. მე მინდა უთხრა, არ ვიცი როგორ მოხდება ეს ყველაფერი, ვინ დააორგანიზებს, ვინ შეძლებს, ვინ იზამს, ვინ ამას იზამს. საერთოდ ხალხო ერთი რაღაცა იცოდეთ რა. ნაცმოძრაობა. ისევე როგორც სხვა უამრავი ბოროტება საქართველოში არის შექმნილი ბიძინა ივანიშვილის. ბიძინა ივანიშვილის და ხელით გააკეთა ნაცმოძრაობამ ყველაფერი. ფინანსებით და უბრალოდ ნაცმოძრაობის ხელით გააკეთა ყველაფერი უბედურება საქართველოში, მაშინ მიშასტროს და მერე ნაცების გაუბედურებულ საქართველოში უკვე ივანიშვილის და ქოცების ხელით გააკეთა ღიად პირდაპირ ეგ ყველაფერი, მაგრამ ნაცმოძრაობა როგორც უნივერსალური იარაღი დარჩა და ნაცმოძრაობის მთავარი დამფინანსებელი და ნაცმოძრაობის მთავარი აი ამ მთელი ბიონაგავის მთავარი ისა რა ქვია შემოქმედი არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. ზუსტად იმის გამო რომ ქვეყანაში არ არსებობდეს პროტესტი. თუ ამდენს ვერ ხვდება დღეს დღევანდელი ქართველობა, თუ იმას ურჩევნია იჯდეს სახლში და ელემენტარულად არ შეუძლია შეიკრიბოს ცალკე, ორგანიზდეს ცალკე, მოითხოვოს პასუხი ცალკე, არ გაიკაროს ეს გათახსირებული და გარყვნილი და გადაგვარებული ლიდერები გვერდით და თავისი სათქმელი ღიად თქვას. მაშინ არ ყოფილა საშველი და ესეც მართული ყოფილა რექტორი მის საქციელით მართულს უფრო გავს ვიდრე დამოუკიდებელს და ახლა STU-ს გამო კი არა საქართველოს გაყიდეს და აგერ გაყიდული საქართველოს აქციაზე
მოფენილი იყო ქართული მიწების გაყიდვით რუსთაველი და კაცშვილმა არ შეიწუხა თავი ინდონეზე ყავთ დაჩრუნგებული ხალხის აზროვნება და ეგ სულ არ გამიკვირდება. ერთი ხელია რა თქმა უნდა, ერთი ხელი და ამ ხელს ქვია ბიძინე. ეხლა რა შეეხება ლუკაშენ კითხვას, რომ მაგაზე ცალკე მინდოდა საუბარი, ხო და ეგ უფრო საგარეო ამბავს ეხება და თბილისის აეროპორტში დაჯდა ამერიკული თვითმფრინავი. არ ვიცი რა თვითმფრინავები ჯდება, ესე დრო ძირითადად ან სადაზვერვო თვითმფრინავები ჯდებიან, ან სატრანსპორტო თვითმფრინავები. ნუ ახლა ისთვის დაჯდებოდა ეს ყველაფერი, დაჯდებოდა იმისთვის, რომ ირანის ირგვლივ იქნება მძიმე სამხედრო ჯაჭვი. ხო. არ ვიცი რას მივაწერო, არ ვიცი როგორ მივაწერო, ხელშეკრულება არის გაფორმებული საქართველოს და ამერიკას შორის, რომ ამერიკელი სამხედროები საქართველოში უპრობლემოდ შესვლის, გამოსვლის, ამერიკულ ჯარებს უპრობლემო ბაზირების უფლება გააჩნიათ და რამდენი ხანით უნდათ იმდენი ხანით, ეს არის ჩვეულებრივი კოლონიური და კაპიტალისტური ხელშეკრულება გაფორმებული, უფრო მეტიც ამერიკელმა სამხედროებმა საქართველოში კაცი რომ მოკლან, საქართველოს კანონმდებლობით მას ვერ დასჯი, იმუნიტეტი იცავს. ამიტომ როდესაც ეს პერიოდი არის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შემოფრინდნენ, დაჯდნენ და ალბათ აწარმოებენ სადაზვერვო საქმიანობას, რაც ძალიან ჭირდებათ. ყველა ნორმალურმა ქვეყანამ გამოაცხადა, რომ ის არ მისცემს უფლებას შეერთებულ შტატებს მისი საჰაერო თუ სახმელეთო სივრცე თუ საზღვაო აკვატორია გამოყენებული იქნას ირანის წინააღმდეგ. ახლა ქოცების ბუნება და ქოცების აზროვნება ხო კარგად იცი. ხო და მე ვისურვებდი ერთ რაღაცას რა. აი ნახდათ ვისურვებდი, რადგანაც საქართველოს ვერც ერთი რეჟიმი ვერ სწავლობს ჭკუას ესეთი ცეცხლოვანი თამაშებისთვის. ირანს საქართველოს კი არა, ირანის რაკეტებს უპრობლემოდ ევროპამდე აქვს მიწვდომის საშუალება, რომ დაბომბოს იქაობა. მე ვისურვებდი ერთ ამას. რადგანაც ისინი საკუთარ ქვეყანას საფრთხის ქვეშ აყენებენ და საკუთარი ერი ფეხებზე კიდიათ, ამიტომ მზად არიან განათავსონ აქ ამერიკული სამხედროები, სამხედრო ბაზები თუ შენაერთები თუ ასე შემდეგ, ირანს გამოცხადებული აქვს, რომ ნებისმიერ ქვეყანას და ნებისმიერ ტერიტორიაზე მიიტანს იერიშს, სადაც ის მიწვდება ომის შემთხვევაში. მე უსურვებდი ქართულ ოცნებას, მე უსურვებდი ნამდვილად აი ამ რეჟიმს, აი ამ საკუთარი ერის და საკუთარი ქვეყნის თამაშის გამო, აი ეს ირანული რაკეტები თავში დაცემოდეს პარლამენტს, პრეზიდენტის შენობას, ბიძინა ივანიშვილის შენობას და ზედ დაიდუღებიოს ის ამერიკული თვითმფრინავები, რომელიც თბილისის აეროპორტში დაჯდება. ეხლა ეს გინდა ასე გაიგეთ, გინდა ისე გაიგეთ. ხო. მე ვისურვებდი იმას, რომ უბრალო ხალხი არ დაზარალდეს და ამათი პარლამენტი, ამათი პრეზიდენტი და ამათი შუშის სასახლეები თავზე დაქცეოდეს. და თუ ვინმეს გონია, რომ თავს დაიცავენ ირანის რაკეტებიდან, ძალიან შემცდარა. გადახედეთ ეგერ ისრაელის რკინის გუმბათი, საამაყო რკინის გუმბათი, როგორ იქნა მორღვეული და ნეთანიახუს როგორ დაამხეს თავზე თავიანთი ახალი შენობა. ხო და აი ამ კორუფციის ბუნაკს და ერთ-ერთ რაკეტას ვისურვებდი კიდე რომ დაცემოდეს ქართული ოცნების ოფისს. განსაკუთრებით ჯვირთხები რო იქნებიან შიგნით. ხო, აი ეს იქნება შედეგი. რა თქმა უნდა, გია, რა თქმა უნდა. ეს მაგათი ნიკრომანტია ჩაატარა. რა დონის ნიჭი უნდა ქონოდა ადამიანს, რომ 2012 წლის მერე ცოცხლების და უბედურების მერე ნაციონალური მოძრაობა გადაგერჩინა, გაგეცოცხლებია და საპარლამენტო ცხოვრება და პოლიტიკური ოპონენტი გაგეხადა. რა ნიჭი უნდა ქონოდა, რა სინდისი უნდა ქონოდა, რა შორს მხედველი უნდა ყოფილიყო, როგორი გენიოსი უნდა ყოფილიყო. ამას ბატონი ბიძინას გარდა, ამ ურიას გარდა სხვა ვერა კი არავინ შეძლებდა, იმიტომ რომ სულ ფეხებზე არ გიდია. ნიაშვაშია ქართველები, ქალბატონო, მე არ მიმაჩნია ქართველებად, არც
ქოცევი და არც ბიძინა ივანიშვილი და არც კობახიძე და არც მაგათი პარლამენტი და არც ერთი როგორც არც ერთი ნაცია არ მეწოდება ამოსაწყვეტად, ისე არც ერთი ქოცი არ მეწოდება ამოსაწყვეტად და დაანებეთ ამ ქართველ ერზე მოწერას ამ ხალხის რა. ქართველი ერი ქართველს ამას არ გაუკეთებს, რასაც ბიძინა ივანიშვილი და ქოცები და ნაცები უკეთებდნენ ერს. და დაანებეთ ამ იმას, რა ქვია, მაღალ ქრისტიანულ ღირებულებებს საუბარი. ესენი არის ერში გასანადგურებელი ამოსაწყვეტი კასტა. ამიტომ მე პირიქით მადლობელი დავრჩები სიმართლე გითხრათ ირანის ხელისუფლების თუ ამ მადლს გააკეთებს. ისა შემჭამეთ ახლა წინაზე ხო ატრიალებდით იმას, რა ქვია, ვიდეოს, რომ რას ქვიაო, ისო რა ქვიაო, გირჩევა მოატრიალეს ამ ბოლო დროს. რას ქვიაო, ის თქვიო, რომ ნაცმოძრაობაო გაწყვიტონო რუსებმაო, მადლობელი ვიქნებიო. მადლობელი ვიქნები ნაცსაც და ქოცას უგაწყვიტოს, ეგ ჩემთვის. ამათ ჩემთვის უკვე როგორც ადამიანური ღირებულება და მსგავსი რამე, ქართველი ერი ვერ ანადგურებს ამათ. ოხ. ანადგუროს მაგათ ვარაგებდა. ამის თქვა მინდოდა. ორჩა დავთავრდა, მეტი არაფერი არ აქვს სათქმელი. ვერანაირად ვერ მეყვარება მე ეს ხალხი. და არანაირი ის, რა ქვია, სენტიმენტები და არანაირი ადამიანური გრძნობები არ მექნება მთელი ქოცეთი ერთ დღეს რომ დაწყდეს. მე ასეთი ვარ. არ მაინტერესებს ამას ვინ როგორ აღიქვამს. ისევე როგორც არ შემეცოდება არც სააკაშვილი, არც ბოკერია, არც ერთი მათი ბიონაგავი, ის არ შემეცოდება არც ბიძინა ივანიშვილი, არც კობახიძე და არც მისი დამპალი ჯიჯილაგი გასაწყვეტა. რა გითხრათ ახლა? ჩემი ბრალი არა, თვითონ მიმიყვანეს ამ დონემდე. თვითონ თავად თვითონ ამ ბატონებმა ისე შემაზიზღეს თავი და ისე შემაზულეს თავი მათი მოღალატეობრივი ქმედებით, მე არ გამაჩნია მათ მიმართ როგორც ადამიანური დამოკიდებულება და ვისაც გინდათ ილოცეთ. მე ასე ვუყურებ, რომ მქონდეს შესაძლებლობა სამშობლოს ღალატის მუხლით გავასამართლებდი, როგორც ამას აკეთებდა დავით აღმაშენებელი, როგორც ამას აკეთებდა სოლომონ პირველი, როგორც ამას აკეთებდა თავის დროზე სტალინი. მივაყენებდი კედელთან და დავხრიდავდი, ახლა დავასვენებდი ქართველ ერს. ამათმა რამდენი ქართველი სიცოცხლე შეიწირეს და ამათმა რაც ჩვენ ქვეყანას გაუკეთეს. ასეთი რამე ერთად აღებულ მურმანყრუს, შაჰაბას, თემურლენგს და მუსტაფა ლალაფაშას და აბულკასიმს და ამათ თუ შეადარებ ჯალალედინს და აღამ ახმათხანს რო შერწყავ ერთად, რაც მათი ნატრა იყო საქართველოს მენტალური და ფიზიკური განადგურება, ქართული მიწების დაპატრონება, ქართველების გაყრა, ქართველების გარყნა, გადაგვარება, ამათაც წარმატებით შეასრულებდა. ახლა მე რატო უნდა მქონდეს ამ ადამიანების მიმართ ადამიანური გრძნობები? დაიწყეთ ახლა ეგ ქრისტიანი ხარ და გიყვარდეს შენ იმტერიო ქრისტეს რო აქ ნათქვამი პირად მტერზეა მაგი ლაპარაკი თუ არა ქვეყნის და ერის მტერზე კი არა ლაპარაკი. სამწუხარო საქართველოს ის ქვეყანაა, სადაც მოღალატეები განსაკუთრებულად უყვართ. და რას ფიქრობთ? როგორ დეფინიციას აძლევთ თქვენ ამ იმას? ამ გპ-ის კორპუსების გაყიდვას მარტო კი არა, თვითონ სასწავლებლის გაუქმებას. ეს არა ღალატი? ეს არა სამშობლოს ღალატი? არ ქვია ამას ღალატი? ამის გამკეთებელი არ არის მოღალატე? მოღალატია. ჩემთვის პირადად მოღალატია. იმიტომ რომ მომავალ თაობას განათლებას უსწრებს და ანადგურებს ქვეყანაში ისეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის დარგს, რომლის
რომლის შექმნასაც 104 წელი დაჭირდა. ან მხოლოდ ჩარჩობის გულისთვის. უნდა მიყვარდეს? რატო უნდა მიყვარდეს? სამება ამიშენა? ერთ მაგას არა უშენებია და იმაშენებულ სამებაში კიდევ ვიძია 500 და 600 ლარი თუ არა გაქვს, ჯვარს ვერ დაიწერდა, ბავშვს ვერ მონათლავდა. იათქინდაც მაგნაირი ეკლესია ფული თუ არა გაქვს, რო ვერაფრის მადლი რო არ გადმომდის, ზევით. ვართ ამ საცოდავ დღეში. არ ვიცი მე ბატონო, მე დაერს ვერ ვიტყვი ახლა. შევარდნაძის ნაშიერი უნდა მეწოდებოდეს? თუ ხვინდრავა უნდა მეწოდებოდეს? თუ რომელი უნდა მეწოდებოდეს ახლა? რომელი? დაადევით თითი. რისთვის არიან ესენი საცოდავები? აგნაირი ქრისტიანები იმ დროს იყავით, როცა ჭირდება ქვეყანას და ქრისტეს ჯულს დაცვა. წეულებზე რო იტყვი რაღაცას და მერთმა დალოცოს, ბატონი ვიძინე, ეგი. ვაიმე. ადახედეთ, აი. მაგის მართლობის ქვეშ ყოველწლიურად 800 ჩვილი კვდება იმათ, რა ქვია. იმის გამო რომ შესაბამისი საჭმელი და სასმელი არა აქვს. მე აქ თურმე ბიძინე უნდა მეწოდებოდეს. ერთი მაგისის და მაგის შემწოდებელის. ნუ ახლა ირაკლი ციციშვილი და ესეთი აიდან გაიხსენეთ ხალბატონო, ეხლა თუმცა რა თქმა უნდა გასახსენებელი არის. ირაკლი ციციშვილი იყო ნამდვილად ქართული ინჟინერიის, ქართული სამხედრო ინჟინერიის გენიოსი, რომელმაც მდინარე დნეპრზე 24 საათში ააშენა ხიდი. 24 საათში, რომელ ხიდზეც არა თუ ქვეითები, არა სატანკო და ჯავშან სატანკო ისინი გადავიდა. არმადები და ხიდი არ ჩანგრეულა და აი ესეთი ინჟინერიის სკოლას ანადგურებია. რათაც მეტი ვიქნებით შემოძმაო ამ ჭკუაზე, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ადრე თუ გვიან ერთი ჭკუის ხალხი იმედია მოვიყრით ერთად თავს და ამათ ტოლერანტობას და კოჰაბიტაციას არ გამოუცხადოთ. აგარი მომთმენიერი ვყოფილობა ხალხ. აი ჩვენ რომ მოთმინება შეგვძლებია თურმე არ ვიცი, სხვის მიმართ და საკუთარი ქართველის და ქართულის მიმართ, რა ვიცი, ასეთი დაუნდობელი მტრები, ახლა მთელი ეს ხროვა შემოგესევა და შენ დაგიწყებს ლანძღვაგინებას, ამას როგორ ამბობ, იმას როგორ ამბობ, შენ ადამიანს, რომელსაც არაფერი მოგიპარია ქვეყნისთვის, არაფერი წაგირთმია. არავინ არ მოგიტყუებია, არავინ დაგიზარალებია, მხოლოდ სხვერპლი ხარ ამ სისტემის, რომელსაც დაწყებული თუ რამე იყო იმ ბნელი კომუნისტების დროს ორი კაპიკი შენახული შვილებისთვის მშობელმა რო შეიტანა. იმიდან დაწყებული ბოლომდე ყველაფერი შეჭამეს და ჯანმრთელობაც გამოგიჭამეს და ყველაფერი წაგართვეს. და ეს ხალხი არიან თურმე წმინდანები. რა უნდა ელაპარაკო, მე ასე დასცირებულებს. მისი სარგებელი აქვს და ასე სანამდე ზოგიერთი ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორივით, სანამდე თვითონ ქონდათ სარგებელი, ღმერთმა დალოცოსო ბატონი ბიძინაო და ახლა რომ მიადგა ბატონი ბიძინა თვითონ გასაქცევად, ახლა გლახა გამევიდა. როგორ გითხრათ, იცით? აი ადამიანურად გეტყვით. ძალიან ბევრი რო ქართველობსა, ქართული გვარი და სახელი რო აქვს. გადმოკეთებული და მეიწებება და ესენი არცეთ ქართველები არ არიან. როგორც ივანიშვილი არა ქართველი. ისე ეგენი არ არიან ქართველები, არც სააკაშვილი ხარ იყო ქართველი, არც ივანიშვილი ხარ იყო ქართველი.
ისე რომელი ერთს დაადევით ახლა ეს ვოლსკების თამადობით და ვოლსკი მაინც ღიათ ამბობს რომ არა თვითონ მისი გვარი ლაპარაკობს მაგაზე და მოგეშთობათ უცემულოა პირიქით ეს გვარ გადაკეთებულები ასე ჩათლახობას უკეთებენ ქართველებს და მერე იძახიან რომ რა ჩათლახები ვართო ქართველებიო ქართველები არა ვარ ჩათლახები მაგენი არიან ამაშია უბედურება თუ არა ქართველი ზოგადად ერთი რიგითი ქართველის ბუნება რო აიღო არ არის ცხარი და არ არის მორჩილი ერთი ვიდეო შემხვდა ერთი მეზღვაური ქართველი ბიჭი აჯანყდა გემზე გემის იმას აუჯანყდა მთელ იმას კაპიტანს და იმას გადაკედა გადმოკედა მოლოტოვის კოქტეილები და მოდით აგერ მეუმეთო მაგრამ ესეთ პროტესტის ხავს მერე ვიღაცას აფირის ჩაუყენებენ ზევით და განეიტრალებენ მერე ამ პროტესტებს ვინ დაუჭერს შემოგევლე და ყველა დაუჭერს გადაწყვეტილება უმაღლეს დონეზე არის მიღებული და რა სიჭირდებათ ამ ქვეყანაში განათლებული ადამიანები რა სიჭირდებათ მწოდნე ადამიანები თქვენ მე მაჩვენეთ ბოლოს ქართველების ხელით ქართველის მწოდნით გაკეთებული რამე საქართველოში რა მაჩვენეთ ყველაფერს აკეთებს უცხო ქვეყნის ტენდერები ფირმები ტექნიკური პერსონალიც ეს ერი უნდა იყოს ჩვეულებრივი კოლონიალური პოლიტიკა ქვეყნიდან უნდა იქნას მაქსიმალურად ამოღებული ინტელექტუალური და ბუნებრივი რესურსები ინტელექტუალური რესურსები ისედაც ამოღებულია უამრავი და ქართველი მეცნიერები ვინც იყვნენ ძლიერები და ვინც არიან აგერ არიან ევროპაში და ზოგი შვეიცარიაში კოლაიდერზე მუშაობს და ზოგი იქ და ზოგი იქ იმიტომ რომ აზრი აქვს საქართველოში მგენის ყოფნას მაგრამ ისე უნდა გათახსირდეს საქართველოში სიტუაცია ისე ელექტრიკიც არ უნდა იყოს ქართველი ელექტრიკიც კი არ უნდა იყოს ქართველი ისიც ევროპიდან უნდა შემოიყვანონ და ამერიკიდან ერთადერთი ესაა რომ არ დაავიწყდეს ქართველს ხაჭაპურის და ხინგლის კეთება იგი სერვისის ეს ფეხი დაბანონ იმას არაბებს ნინოია ჭღარკავასნაირი განათლებულები უნდა იყოს და ვიღაცა ჟვენტიანი ლაწირაკი ქოცი იყო გამოსული და ხსნიდა თუ რა კარგია თურმე ეს რეფორმა და დაუწერე არ მახსოვს სახელი და გვარი ამის ამ ახალგაზრდა ქოც პოლიტიკოსებს უკვე ვეღარ საერთოდ რო არსად არ ყოფილან ვეღარ ვცნობ ვეღარ სახელს და გვარს ვერ ვიმახსოვრებ ამაცა კი ჟვენტი მოიწმინდა შეუპატრონო მეთქი და ღვაწმოსილ ხავს მოასწავლი რა კაი და რა თქვა აზრია იმალ უფრო იცის ეგა აი ჩემო კარგებო დაგემშვიდობებით ახლა ნახოთ დღეს საღამოს საინტერესო ვიდეო მინდა ჩემი YouTube-ის არხზე დავდო ვისაც გაინტერესებს ბატონი ვაჟა უთარაშვილის ვიდეო არის და თუ ნახავთ კარგი იქნება კარგად ზამდებოდით